ერთ-ერთი ავტორის წიგნების შესახებ ცნობილია, რომ თითოეულ წიგნს, რომელსაც აქვს ICBN-ი, აქვს ელექტრონული ვერსიაცო. ანუ ამ შემთხვევაში ყველა ICBN-ის მქონე წიგნს უნდა ჰქონდეს ელექტრონული ვერსია. ავიღოთ ეს ჩვენი ICBN-ი პატარა წრეში, ელექტრონული დიდ წრეში, ხო? ICBN-ის მქონე არც ერთი წიგნი არ არისო ისეთიო, რომ ბეჭდური ვერსიაც ჰქონდეს და ელექტრონული ვერსიაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ICBN-ი ბეჭდურმა არ უნდა გადაკვეთოს. ბეჭდური წიგნები შეიძლება ზოგადად კვეთდეს ელექტრონულ წიგნებს. ანუ შეიძლება არსებობდეს ესეთი წიგნი, რომელსაც ელექტრონული ვერსიაც აქვს და ბეჭდურიც. მაგრამ აი ეს ბეჭდური ICBN-ს არ უნდა კვეთდეს, იმიტომ რომ თუ ICBN-ი ბეჭდურს გადაკვეთს, ან პირიქით ბეჭდური ICBN-ს, მაშინ გამოვა, რომ ICBN-ის მქონე ერთ წიგნს მაინც ექნება ბეჭდურიც და ელექტრონული ვერსიაც. რომელი გამომდინარეობს, ახლა გვეკითხებიან, ესე იგი, თუ წიგნს აქვს ელექტრონული ვერსია, მას აქვს ICBN-იც არასწორია, ამიტომ რომ შეიძლება ელექტრონული იყოს, მაგრამ ICBN-ი არა. თუ წიგნს აქვს ბეჭდური ვერსია, მაშინ მას არ აქვს ელექტრონული ვერსია, არასწორია. შეიძლება ბეჭდურს ელექტრონული ჰქონდეს. თუ წიგნს აქვს ბეჭდური ვერსია, მაშინ მას არ აქვს ICBN-ი, არის სწორი პასუხი. იმიტომ რომ თუ ბეჭდურია და თან ICBN-ი აქვს, მერე დაგვერღვება ჩვენ ეს მეორე პირობა. ამიტომ ბეჭდური არ შეიძლება ICBN-ს კვეთდეს. მესამე მართებულია. თუ წიგნს აქვს ელექტრონული ვერსია, მას ბეჭდური ვერსიაც აქვსო. თუ ელექტრონულიაო, მას ბეჭდურიც აქვსო, არ ვიცით, შეიძლება კი, შეიძლება არ. თუ წიგნს აქვს ელექტრონული ვერსია, მას არ აქვს ICBN-ი, ასევე არა. ხო? სწორი პასუხი აქ გამოვა გე პასუხი.